ამერიკის შეერთებული შტატები მშვიდობის საბჭოსთვის 10 მილიარდი დოლარის გამოყოფას გეგმავს. ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა ახალი პლატფორმის საინაუგურაციო ცერემონიაზე განაცხადა, რომელსაც მსოფლიო ლიდერები სხვადასხვა რეგიონიდან დაესწრნენ. მშვიდობის საბჭო ამ ეტაპზე 40 ქვეყანას ითვლის. კავკასიიდან, შუა აზიიდან, სამხრეთ ამერიკიდან, ევროპიდან და თავად ახლო აღმოსავლეთიდან. მათ ყველას თეთრმა სახმა ვაშინგტონში მოუყარა თავი. ამაზე მეტია იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებმაც პლატფორმაში დამკვირვებლის როლი არჩიეს. მშვიდობის საბჭოს მთავარი მიზანი პირველ ეტაპზე ღაზის აღდგენა იქნება, რის შემდეგაც გეგმის მიხედვით უნდა გაიზარდოს მისი ფუნქციური მასშტაბებიც. ზოგადად, ამ ინიციატივის მიზანი საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალების ჩამოყალიბებაა, რომელიც ნაომარი ღაზის კეთილდღეობას მოემსახურება, სადაც მიღწეული მშვიდობაც საკმაოდ სუსტად გამოიყურება. A big day and lots of people watching. დღეს დიდი დღეა, მშვიდობა მხოლოდ სათქმელადაა მარტივი, გაცილებით რთულია მისი მიღწევა. ვფიქრობ, მშვიდობის საბჭო უმნიშვნელოვანესი და გარდამტეხი რამაა. ეს ასეა ძალისა და პრესტიჟის თვალსაზრისითაც. მასში უდიდესი მსოფლიო ლიდერები მონაწილეობენ. ეს პლატფორმა აჩვენებს თუ როგორ უნდა აშენდეს უკეთესი მომავალი. სულს გითხრათ, რომ ჩვენი მხრიდან 10 მილიარდ დოლარს გავიღებთ მშვიდობის საბჭოსთვის. ომის ფასთან შედარებით ეს საკმაოდ პატარა რიცხვია. ჩვენს მიერ თითოეული დახარჯული დოლარი არის ინვესტიცია სტაბილურობას და იმეჯში, რათა ღაზა იქცეს ახალ ჰარმონიულ ადგილად. ეს რეგიონი უმნიშვნელოვანესია. ის ცოცხალია და იქ დაუჯერებელი ადამიანები ცხოვრობენ. ჩვენ გვსურს ჰარმონია ახლო აღმოსავლეთში. ახლო აღმოსავლეთში ჰარმონიაზე დონალდ ტრამპი ირანთან დაძაბული ურთიერთობის ფონზე საუბრობს, რომლის მიმდებარედაც დამატებითი ძალები გააძლიერა. თავად მშვიდობის საბჭოს შესახებ კი დონალდ ტრამპმა ჯერ კიდევ ოქტომბერში კატარისა და ეგვიპტის დახმარებით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ გააჟღერა, რომელსაც მაშინ ისრაელმა და ჰამასმა მიაღწიეს. ახალ პლატფორმაზე შემავალი ქვეყნები დამატებით ფინანსურ და პოლიტიკურ კონტრიბუციას თანხმდებიან ანკლავის გასაჯანსაღებლად და სწორედ ეს უჩენს შეკითხვებს კრიტიკოსებს. კერძოდ, ინიციატივამ ფართო კრიტიკა გამოიწვია მისი ბუნდოვანი ბუნების გამო, მათ შორის იმ კითხვების გამო, თუ როგორ შეძლებს საბჭო ოპერირება სხვა ფუნქციურად მსგავსი ინსტიტუციების გვერდით, ისე რომ არ გაუწიოს მას კონკურენცია. ამ შემთხვევაში საუბარი გაეროზეა. ბევრი თვლის, რომ ეს ინიციატივა გაეროს ჭრილქვეშ მოაქცევს, თუმცა ამგვარ დაშვებას არ იზიარებს არც ტრამპი,